როცა ამბობენ, რომ ეს სატანისტური რიტუალები და ეს ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული კანიბალიზმთან, პედოფილიასთან, ადამიანის შეწირვასთან, ბავშვების შეწირვასთან ეშმაკებისთვის და დემონებისთვის, ისეთი როგორც არის მოლოხი, ისეთი როგორც არის ბაალი და ეს კულტი, რომ რეალურად არსებობდა, ეს ყველაფერი არა მხოლოდ არქეოლოგიური მასალით დასტურდება, არამედ ყველაზე სანდო ისტორიული წყაროებითაც და ის, რომ დღეს ესეც ვითარდება და ეს ყველაფერი რომ ჩვენს თვალყი ხდება, ის ეგრეთ წოდებული ცერემონიები, რასაც ისინი ეძახიან, მაგალითად იგივე თუნდაც ოლიმპიური თამაშების გახსნის ეს საწყისი ფაზები ხოლმე, რასაც წინ უსწრებს მთელი ეს ჩვენება და რეალურად ადამიანების თვალწინ გამოტანა ამ სატანისტური რიტუალების. მაგალითად, წელს ეხლაც კი მაშინ, როდესაც ეფშტაინის ფაილები 2026 წლის დასაწყისში უკვე გამოსულია და რეალურად მთელი სამყარო შოქშია და მე ვფიქრობ, რომ ისეთ შოქშია, რომ დამბლა აქვს დაცემული, ან უნდათ აჩვევენ ამ ყველაფერს ადამიანებს. რამდენიმე დღის წინ ახლა გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონატის დასაწყისი, რომელიც ჩატარდა იტალიაში, ძირითადად მილანში და რაც ვიხილეთ, ეს იყო ყველაზე მეტად კონცენტრირებული მხოლოდ ერთ სიმბოლოზე შევჩერდები სვასტიკა, რომელიც რა თქმა უნდა არავის არ გამორჩენია, იგივე მაგალითად სპირალის ვიზუალურ ნაწილზე კონცენტრირება, სადაც ცენტრში არის სვასტიკა, მაგრამ გავიხსენოთ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური გახსნა, როდესაც მაგალითად არა მხოლოდ საიდუმლო სერობის დაცინვა იყო და მე ამის გამო რეალურად მთელი მსოფლიო რომ რეალურად ყველასთვის რომ ეს ნათელი გახდა და ის რეაქცია რომ ვერ მიიღეს რისი მიღებაც უნდა ანუ ეს დესენსიტიზაცია მთლიანად ქრისტიანობის დაცინვა რაც იყო აი ეს ყველას კარგად ახსოვს ალბათ და გავიხსენოთ ასე ხო და აი ზუსტად აქვე იყო მაგალითად გამოყვანილი იგივე მოლოხი რაც არის ასოცირებული ბავშვთა შეწირვასთან ისტორიულად და ეს სატანისტური რიტუალები მთლიანად დაკავშირებულია ბავშვის შეწირვასთან იგივე ბაალის კულტი რომელიც ერთად იყო მაგალითად იგივე სირიაში ან ლიბანში გავრცელებული დღეს აღარავინ აღარ დაობს და გამოყვანილი იყო რეალურად ეს ხარისთავა დემონი, რომელიც ასეთი რა ქვია, არც კი დაუმალოს რეალურად არაფერს, არავის აი სიმბოლიზმი, იგივე მაგალითად ოქროს ძროხა და მისი თაყვანის ცემა და გავიხსენოთ 2012 წელი, როდესაც იგივე ოლიმპიური ჩემპიონატის გახსნაზე რეალურად პირდაპირ ბავშვები და ეს ბავშვთა შეწირვის რიტუალები იყო სიმბოლურად გამოსახული და გამოხატული და რასაც რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი ტაშს უკრავს და ვინც ამაზე ხმას იღებდა რეალურად, ნუ მას ეძახდნენ ბნელს და რეალურად მე რამდენიმე თვის წინ დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა აი ეს მთელი ეფშტაინის სატანისტური კულტის გარეთ გამოტანა. ეს დემონიზმი, ეს სატანისტური კულტები ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს და ეს არავის არ უყურს, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ ადამიანები უბრალოდ გამოვფხიზლდეთ რეალურად და ჩვენს რწმენაში გავმტკიცეთ და მივხვდეთ რა ხდება ჩვენს გარშემო, იმიტომ რომ აი ასე თავის მოტყუებით და რაღაც თვალებში მიწის ჩაყრით, საკუთარ თვალებში მიწის ჩაყრით, რეალურად საქმე არ კეთდება და არცოდნა არ არის, როდესაც ადამიანს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ იყოს ინფორმირებული. სამართალწარმოება ავიღოთ, ხო, რეალურად სამართალი, რომელიც არის მორალური მინიმუმი, იქაც კი დანაშაული აუცილებლად დადგება, თუნდაც ეს იყოს დაუდევრობით, ან ეს იყოს თვითიმედოვნებით, როდესაც ადამიანს შეეძლო ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა ცოდნოდა, რომ ის იყო დანაშაული და მაინც აკეთებდა ამას და შიგნებულად თვალებს იხვევდა და თავს იტყუებდა და რეალურად ვერც ვერ მოიტყუებს თავს.